გამარჯობა ბავშვებო. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ცოდნის მხიარულ სამყაროში. ბეგო და ბეგი, აბა როგორ ხართ? კარგად მეგი მასწავლებელო. აუ, მეგი მასწავლებელო, მე ვარ, ძალიან გახარებული. აბა მოყევი, რატომ ხარ ასეთი გახარებული? რატომ მეგი მასწავლებელო და რამდენიმე დღეში ბებოსთან სოფელში უნდა წავიდეთ. ადრე სულ მანქანით მივდიოდით ხოლმე და ახლა მატარებლით გავემგზავრებით. და იცი რა არის ბეგი, მე პირველად უნდა ვნახო სატრანსპორტო საშუალება და ვაიმე ერთი სული მაქვს როდის ვნახავ და ვარ ძალიან გახარებული. აუ, რა კარგია ბეგო. დამერწმუნე ბეგო, ძალიან მოგეწონება. ვიცი მეგი მასწავლებელო, უბრალოდ ხომ იცით მე ვარ რაღაც ძალიან სულსწრაფი პერსონაჟი ბეგო და როგორ უნდა გავძლო ეს რამდენიმე დღე არც კი ვიცი. ვაიმე, თვალებს რომ ხუჭავ, მაშინვე მატარებელი მელანდება და ეს ხმა ჩამესმის. ჩუკუ მიდის მატარებელი. ჩუკუ მიდის მატარებელი. ბეგო, რა საყვარელი ხარ? აუ, მართლაც რა. ბეგო, სულ გვამხიარულებს ხოლმე მეგი მასწავლებელო. მადლობა. ძალიან კარგი. ახლა მოდი ჩვენს გაკვეთილს დავუბრუნდეთ. აბა, გახსოვთ რა დავალება უნდა შეგესრულებინათ? რა თქმა უნდა, მახსოვს მეგი მასწავლებელო და შევასრულე კიდეც. შვენიერი. ჩვენ უნდა მოგვეფიქრებინა ისეთი სიტყვები, რომლებშიც გამოყენებული იქნებოდა ასობგერა ძ. მართალია. ბეგო, შეიძლება დღეს მე დავიწყო? დაიწყე ბეგი, დაიწყე. მადლობა. გისმენთ. მეგი მასწავლებელო, მე მოვიფიქრე სიტყვა თერძი. ოჩახ. რავო, მეგი გაიმეორე რა სიტყვა? თერძი. მეგი მასწავლებელო, შეშალა ბეგის უნდა ეთქვა ალბათ კერძი. ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვა, კერძი. არაფერიც არ შემშლია ბეგო. შენ კიდე სულ კერძები რატომ გელანდება რა? რა შუაშია მელანდება, მეგი კარგი რა სიტყვაა თერძი, მე არც ვიცოდი ეს სიტყვა. ერთი წუთით გაჩვმდი. აბა? მეგი მასწავლებელო, თერძი ხომ იგივე მკერავს ნიშნავს? რა თქმა უნდა ბეგი. ვაიმე, მეგი მასწავლებელო, მე რატომ არ ვიცოდი ეს სიტყვა? იმიტომ ბეგო, რომ ამ სიტყვას ძველად უფრო ხშირად იყენებდნენ ხოლმე. გასაგები, რა კარგი სიტყვა ყოფილა. ანუ მკერავს ერქვა ადრე თერძი. გასაგებია, შვენიერი ქართული სიტყვა, თერძი. ყოჩახ ბეგი. მეორე სიტყვაც მოვიფიქრე. აბა გისმენ? სიტყვა ძაფი. ძალიან კარგი. ძაფი, რა თქმა უნდა, ეხლა მკერავი და თერძის მერე, რა თქმა უნდა, ძაფი. მეგი მასწავლებელო, ჩემი ჯერიც დადგა. მე მოვიფიქრე რამდენიმე ორი სიტყვა. პირველი არის ძუა. შვენიერია. ძუას აქვს ბეგი, მოусმინე ორი მნიშვნელობა. ერთის მხრივ ეს არის ცხენის კუდის თმა და მეორე, ანკეზზე რო ძაფივით რომ არის რომელზეც ესე კაუჩი რო არის დამაგრებული და რო თევზაობენ საწყალი თევზები რო ამოყავთ, ეს არის ძუა. შესანიშნავია ბეგო. მეგი მასწავლებელო, მეორე სიტყვა სანამ ვიტყვი, ბეგი, შემომხედე. დიყურებ. და ისები და ეს სიტყვა თქვა. ძარა. რა? ძარა. არიცის. უყურეთ ახლა ამას. რატომ დამცინი ბეგო? შენც ხომ არიცოდი სიტყვა თერძი და აგიხსნა მეგი მასწავლებელმა. მოდი რა შენც ამიხსენი ეს სიტყვა ძარა. კარგი ბეგი, კარგი. მართალია ბეგი. არ გამიბრაზე, ნახე მოусმინე ბეგი. ძარა ნიშნავს სატრანსპორტო საშუალების იმ ნაწილს, რომლითაც გადაჰყავთ მგზავრები, ან გადააქვთ ტვირთი. მოიცადე ერთი წუთით ბეგო. ანუ მანქანის იმ ნაწილს, რომელშიც ჩვენ ვსხედვართ, ძარა ეწოდება? ზუსტად ეს არის ბეგი, ნამდვილად. გავიგე. ყოჩახ ბეგო და ბეგი. ძალიან კარგი სიტყვები მოგიფიქრებიათ. დიდი მადლობა მეგი მასწავლებელო. მადლობა მეგი მასწავლებელო. პირდაპირ ვამაყობ თქვენ. რა კარგია. მადლობა. კარგია. იცით რა? ვფიქრობ რომ დღეს ჩვენ გამოცანა ლექსი აღარ დაგვჭირდება. საინტერესოა რა. მივხვდი მეგი მასწავლებელო, რატომაც? იმიტომ რომ დღევანდელი ჩვენ გადაცემის მთავარი პერსონაჟი იქნება მატარებელი. მატარებელი. ბეგო, შეხედე, გამოჩნდა მატარებელი და
ქვემოთ წერია წარწერა მატარებელი. ანუ ჩვენ დღეს უნდა ვისწავლოთ ასობგერა მ. ასეა ბეგი. ბეგი მასწავლებელო, ერავნა რა. ისევ ჩემი საყვარელი ხმოვნები გამახსენდა. აი, ო, უ. დაიწყო ახლა ისევ თავისებურად. არაფერი არ დამიწყია, ბეგი. აი, ნახე რა, ეს არის თანხმოვანი და აი, მოусმინე. ასე მგონია, მეგიმასწავლებელო, რომ მინდორში ძროხა არის დაკარგული და ჩვენ გვეძახით. ბეგო, აი რა საჭიროა ახლა? აი ამდენი მუ და მუ. აბა, თქვი რა უბრალოდ ასობგერა მ. მორჩა. აუ, ერთი წუთით აბა უნდა ვცადო. ესე იგი, უბრალოდ ხო, ასობგერა არ გამომდის. ნახეთ, ნახეთ. კარგი, მართლაც საკმარისია. მოდის ჯობს მითხრათ, რა იცით მატარებლების შესახებ? ბეგი, ერთი წუთით რა. თალეაქ თქო მე ვიტყვი, აი ძალიან მაგარი რაღაცა გასათქმელი რა. მეგიმასე აი პლანშეტზე რასაც ხედავ, აი ამ მატარებელზე რამდენიმე დღეში ერთი საოცარი უსაყვარლესი, უსიმპათიურესი პერსონაჟი ბეგო დაჯდება და ბებოსთან სოფელში გაემგზავრება. ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოგვაწყდა ბეგომ. ერთი წუთით ბეგო, ერთი წუთით. რა? ვაიმე. რა ბეგო? მატარებელზე დაჯდება ცოტა ხანში ბეგო. იმერეთში ელოდება საყვარელი ბებო. შვენიერი ლექსი გამოვიდა. აი, მეგიმასწავლებელო, ძალიან მიყვარს პერსონაჟი ბეგოს ლექსები და რა ვქნა რა. არ მოგაკლებ ჩემს ლექსებს, ჩემო თვითფასო ბეგი. ძალიან კარგი. ახლა კი სერიოზულად ვიტყვი მეგი მასწავლებელო რა, რაც ვიცი მატარებელზე. ხო, მატარებელი ერთმანეთთან დაკავშირებული ვაგონებისგან შედგება და ის რკინიგზის ლიანდაგზე მოძრაობს და ასე ამბობს. ჩოგო, მიდის მატარებელი, ჩოგო. ხოჩა. ახლა ჩემი ჯერია, შეიძლება დავიწყო. თქმა უნდა. ესე იგი, ამ ვაგონებიდან ერთი ან რამდენიმე თავად გადაადგილდება. ხოლო დანარჩენები მათზე არიან ჩაბმულები. მოდი ერთ პატარა შესწორებას შევიტან. იახ. შენ ახსენე ვაგონი, რომელიც თავისით გადაადგილდება. იახ. მას ლოკომოტივი ეწოდება. ესე იგი, მატარებელი ერთი ან რამოდენიმე ლოკომოტივისა და ვაგონებისაგან შედგება. გასაგებია? გასაგებია. მეგიმასწავლებელო, ერთი წუთით თუ შეიძლება ბეგი, საკმაოდ რთული სიტყვა ნახე, ლოკომოტივი. ნამდვილად. რაღაცა უნდა დავიმახსოვრე ერთი წამით. აი ნახე, ლოკოკინა და მოტოციკლი. აი ლოკოკინა რომ მოტოციკლზე დაჯდეს და აი ლოკომოტივი. დავიმახსოვრე. მეგიმასწავლებელო, შეიძლება ერთიც დავამატო? რასაკვირველია? მე ვიცი, რა ეწოდება მატარებლის გაჩერების ადგილს. აბა? რადა რკინიგზის სადგური. ყოჩა. მართლაც ძალიან ბევრი რამ გწოდნიათ მატარებლებზე. მაგრამ დღეს მინდა კიდევ უფრო მეტი შევიტყოთ. აბა რა სიტყვით? ყურადღებით გისმენთ, მეგიმასწავლებელო, სიამოვნებით, ამიტომ რამდენიმე დღეში მე რო წავალ მატარებელზე ვავალ, რაც უფრო მეტი მეწოდება, მით უკეთესია. იცოდით, რომ მატარებლები ერთმანეთისაგან განსხვავდებიან? და რითი მეგიმასწავლებელო? რითი საინტერესოა? პირველ რიგში არსებობს სამგზავრო და სატვირთო მატარებელი. სამგზავროს გზავრები გადაჰყავს, ხოლო სატვირთოს ტვირთი გადააქვს. საინტერესოა. საინტერესოა მართლაც. და კიდევ არსებობს სპეციალური დანიშნულების მატარებელი. ვაი? სპეციალური დანიშნულები? სპეციალური დანიშნულების? დიახ. აი მაგალითად სახანძრო მატარებელი, რომლის დახმარებითაც ხანძარს აქრობენ. ან
თოვლისაგან გამწმენდი მატარებელი, რომელიც რელსებს თოვლისაგან ათავისუფლებს. ვაიმე, ბეგი რა საინტერესოა. კიდე სხვა ყოფილა. და სხვა? აუ, ბეგი წარმოიდგინე მოდის მატარებელი და თან ძარს აქრობს, ან მოდის მატარებელი და თოვლისგან რელსებს ათავისუფლებს. აუ, ძალიან საინტერესოა, ძალიან საინტერესო ინფორმაცია, მეგი მასწავლებელო. ნამდვილად. კიდე გითხრათ, კიდევ რითი განსხვავდებიან მატარებლები ერთმანეთისგან? კიდე განსხვავდებიან, მეგი მასწავლებლო. აუ, რა თქმა უნდა, გვინდა. პირველ რიგში უნდა ვთქვა, რომ ძველად მატარებელი ორთქლის დახმარებით მოძრაობდა და მას ორთქმავალი ეწოდებოდა. ბეგი, მომესმა თუ მართლა გავიგონე, ორთქლმავალი ორთქლის დახმარებით მოძრაობდა. კი, ნამდვილად ასე თქვა, მეგი მასწავლებელო, ორთქლმავალი. მოდი მარტივად აგიხსნით. ასეთი ორთქმავალის ლოკომოტივში მოთავსებული იყო სპეციალური საგანგებო ღუმელი, რომელშიც ნახშირს წვავდნენ და ნახშირის წვის შედეგად წყალი დუღილამდე მიჰყავდათ. რა საინტერესოა. აი შემდეგ დუღილისაგან გამომუშავებული ორთქლი ამ ლოკომოტივს ამოძრავებდა და მატარებელი იძრებოდა. გასაგებია? ძალიან საინტერესო, აი ძალიან. მეგი მასწავლებელო, მე გეტყვით გულახდილად. აი ყველაფერი რო გითხრათ გავიგე, მეთქი არ იქნება ასე, მაგრამ აი რაც ვერ გავიგე, ჩემს მამიკოც შევეკითხები და ამიხსნის. ესეც კარგი აზრია. შესანიშნავია, ბეგო. ძალიან კარგი და მეგი მასწავლებელო, აი თანამედროვე მატარებლებზე რას გვეტყვით? აუ, ეგ მაინტერესებს მეც ძალიან. იცით, თანამედროვე მატარებლები სხვადასხვა ტიპის საწვავის ან ელექტროენერგიის დახმარებით მოძრაობენ. ვაი, ელექტროენერგიის დახმარებით მოძრაობ მატარებლებს რა ქვია, მეგი მასწავლებელო? ელმავალი, ბეგო. ვაი, ელმავალი? რა საინტერესოა. ელმავალი. და კიდევ. დღეს თანამედროვე მატარებლებით მგზავრობა გაცილებით სწრაფი და კომფორტულია. აბა, კარგია, ძალიან კარგი. კითხები ხომ არ გვაქვს? მე მაქვს. გისმენ ბეგო ყურადღებით, დაიწყე. აუ, მეგი მასწავლებელო, არ მაქვს კითხვა. ბეგი, აი შენ შემოგინახე ადგილი, აი შენ თუ გინდა კითხები მასება, მე დავიკავე შენი ადგილი. კარგი, ბეგო, დიდი მადლობა. ვკითხავ. კითხე, ბეგი. მეგი მასწავლებელო, მე მაინტერესებს რა ქვია იმ ადამიანს, რომელიც მატარებელს მართავს. მე მანქანე. ესე იგი? მე მანქანე. ბეგი ნახე, მე და მანქანა, მე მანქანე. მე მანქანე. ბეგო, აბა, მოიფიქრე შენ რა გაინტერესებდა? ბეგო მოიფიქრა, ახლავე ბეგი მასწავლებელო. აბა გითხრას. ბეგო, აბა თქვი რა. ახლავე. იტყვის ახლავე. მეგი მასწავლებელო, მე მაინტერესებს პირველად რელსზე როდის გაიარა მატარებელმა, როდის მოხდა ეს არაჩვეულებრივი ფაქტი. საინტერესოა. პირველად ორთქმავალმა რელსზე 1825 წელს გაიარა. ბეგი, 200 წელია თითქმის გასული. 200 ხომ ძალიან ბევრია, ბეგო. 200. ძალიან. მართლაც საკმაოდ ბევრია. მოდით ახლა ისევ ჩვენს გაკვეთილს მივხედოთ. მივხედოთ. ბეგი, ერთი წუთით არ ჩავხვიდე მატარებლიდან გავაჩერებ. მატარებელი გაჩერებულია, მგზავრებო, შეგიძლიათ ჩახვიდეთ. გამომივიდა მე მანქანებ. მეგი მასწავლებელო, რა არის რა, ისწავლე ხა სიტყვა მე მანქანა და მე ოცნებების უფლებას არ მოძლევს. კარგი რა, ბეგი. კარგი, ბეგო, იოცნება, მიდი, იოცნებე. დიახაც ვიოცნებე. ბეგო და ბეგი, ძალიან საყვარლები ხართ. მინდა გაჩვენოთ, როგორი წერება ასო ბგერა მ. აბა, ჩავხედოთ პლანშეტს. აბა, ყურადღება. აი, ასე. საინტერესოა, აბა კიდევ ერთხელ. ახლავე სიამოვნებით. აი, ასე. მეგი მასწავლებელო. ძალიან ლამაზია სოფტვერი, არა? ძალიან, მაგრამ მეგი მასწავლებელო, ვთქვათ, მე უნდა ვთქვა, ეხლა დღეს რაღაცნაირად, აი, ყველაფერს იგოს ვხედავ, რა მოხდება და მე მგონია, რომ ახლა მეგი მასწავლებელი იტყვის, რომ ახლა უნდა ვნახოთ ანიმაცია მატარებელზე. მართლა? მართალი ხარ, ბეგო, შენ წარმოიდგინე. მოდი ვნახოთ. აბა, ვნახოთ.
ჩავხედოთ. სოფელში უნდა წავიდეთ მატარებელი ალბათ მალე ის დაიძრება მინდა გზა რომ დავინახო სხვა არაფერი ყველაფერი კარგად იქნება მატარებელი ჩვენ ისევ მიგვაქროლებს შორს მას ვერაფერი ვერაჩერებს გინდაც გარეთოს აუ მეგი მასწავლებელო რა მაგარი ანიმაცია იყო აუ მეგი შენ ხომ მოგეწონა კი ძალიან მომეწონა და სიმღერაც მომეწონა იცი რა ვქნა მოდი სიმღერა იმ ადგილიდან მივყევ და მისამღერი რო კარგი მისამღერი კარგია აბა 1 2 3 მატარებელი ჩვენ ისევ მიგვაქროლებს შორს მას ვერაფერი ვერაჩერებს გინდაც გარეთ თავს და მე მოდის იცი რომელი მატარებელი მოდის მე რომელიც აი რელსებს თოვლისგან წმენს აუ კარგი იყო ბეგი ძალიან მომეწონა ძალიან მეგი მასწავლებელი და აი არა ძალიან მიხარია ბეგო და ბეგი ძალიან კარგი გაჩერდით ერთი წუთით მეგი მასწავლებელო ვიცი რაც უნდა თქვა რა მეგი ნახე ახლა მეგი მასწავლებელი მოწყენილი ხმით გვეტყვის ჩვენ დღეს ვერ მოვასწრით სიტყვების მოფიქრება ვაი მართლა ვაი ბეგო მე ვფიქრობ რომ შენ დღეს მართლაც გუთმისანი ხარ ვიცი ნამდვილად ამის თქმას ვაპირებდი დიახ მეგი მასწავლებელო არა უშავს ხომ იცი ნახეთ აი რამდენიმე გაკვეთილს ეს მოხდა მაგრამ შემდეგ ჩვენ გქონდა ბევრი დრო მოსაფიქრებელი მე და ბეგის და რა კარგი სიტყვები მოვიფიქრეთ ძარა ძუა კიდე რა იყო ხო თერძი აბა მართალი ხარ ბეგო ჩვენი საყვარელი ბავშვებიც მოვიფიქრებენ ჩვენთან ერთად თქვენთან ხმები ბეგოს მეგი მასწავლებელო კარგი რა გაეწყობა მაგრამ ვფიქრობ დროა ცოტა გაგირთულოთ დავალებები ბეგი ვაიმე გაგვირთულებს ვაიმე მინდა მოიფიქროთ ისეთი სიტყვები რომელშიც მხოლოდ ისასოები იქნება გამოყენებული რაც უკვე ვისწავლეთ ვაი ამოვისწროთ თქვენ მეგი მასწავლებელო რა არ ვიფიქრე მეთქი ახლა ვაიმე რაღაცა გაგვირთულებს ეს არ არის რთული არა ბეგო უბრალოდ ჩვენმა ტვინებმა უნდა ბევრი იფიქროს ხო და იფიქრონ და იმუშაონ და ჩვენი ბავშვებიც იფიქრებენ ჩვენთან ერთად აბარა აი ახლა კი ჩვენი დამშვიდობების დროც დადგა ბავშვებო ხომ იცით რომ ძალიან მალე დაგიბრუნდებით ახალი გადაცემით ასე რომ მოწყენის დრო არ გრჩება ჩემო საყვარლებო და ძვირფასებო აი თქვენ კი ბავშვებო არ დაგავიწყდეთ აუცილებლად შეხვიდეთ საიტზე ცოდნაჯი სადაც ირაკლის აწყობილი სულ ახალ ონლაინ თამაშები გელოდებათ აბა კარგად იყავით ბავშვებო ნახვამდის ბავშვებო მომავალ შეხვედრამდე ცოდნის ღიარულ სამყაროში გვინდა ვიცოდეთ ბევრი რომ გადავცუროთ სხვა ჩვენ ვართ ბეგო და ბეგი წინ გველოდება გზა მაგარია გზა გველოდება როგორ ამოდის მთვარე და სადეშვება მზე სადეშვება როცა იძინებს ღამე მაშინ იღვიძებს დღე სიმღერით ჩვენ აგვისწავლით სიმღერით მერე უნდა გავაფე
ყველას გავაფერებ. მაგარია. თქვენთვის აქ იმდენი საჩუქარი გვაქვს. ცოდნის მხიარული სამყარო. რისთვის დაცურავს თევზი? ზამთარში რატომ თოვს? რატომ თოვს? ყრუბელი არის ზევი ჩვენგან ძალიან შორს. ვაი, ამაღლა არის მართლა ეს ყრუბელი. კურდღელს აშინებს მგელი. ვაი, ზებრას ოლები აქვს. მიწაზე ცოცავს გველი და ამოძრავებს თავს. თამაშებს ნახავს ვინ ჭრილაკს და აჭერს. ანიმაციებიც გაგვართობს. მაგარი ანიმაციებს ნახავთ. თქვენთვის აქ იმდენი საჩუქარი გვაქვს. ცოდნის მხიარული სამყარო. ბეგი იმდენ რაღაცებს ვასწავლით ბავშვებს. ძალიან ბევრ რამაც არის. რა მაგარია ბეკო, როგორ მიხარია.